მოვედი. ვაიმე, ის იმასავით მოკლედ რა ქვია, TikToker-ები რო არიან, იმათ სავითავ თქვი, ვაიმე დედა, ნანა, შენი სიტყვებითა თქვი თუ რამე გინდა. გამარჯობა ხალხო, დავჯდები ახლა მე დავსკამდები და ახლა შემოვედი სახლში და უცებ დამცხო თავში მე რომ ვაიმე ეს ახალი ის ჩავიცკავებოდ და ეს კამები ხომ მეჯავრება და თუ გავაფუჭე აი მე ნახეთ თქვენ რა მე ნახოს ინო ჩემთან ვაიმე გადაბძანდი აქეთ აი ეგრე ეს შოკოლადი ჩირები და სხვა შოკოლადები მოვჭამე და ამას ხელს არ ვახლებ ეხლა ხალხო გამარჯობა ცოტა კი ვართ აყირავებულები შემიძლია ავდგე და გავსწორდეთ იმიტომ რომ არ მეზარება ავდგები მაგრამ ისა დამაცადეთ შემოვედი ეხლა სახლში და უცებ მომიარა სურვილმა რომ მოდი აბა ვიდეო ჩავრთოთ ხო და ჩავრთე მაგრამ რატომ მოვედი მეც არ ვიცი გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით როგორ ახართ როგორ გიკითხოთ ყველა კარგად იყავით და კარგად ყოფნას გისურვებთ მოკლედ და კონკრეტულად ჯანმრთელობით კარგად ყოფნას გისურვებთ პირველ რიგში და მე დანარჩენი ის არის მარიფათის საქმეა ეს კიდე ერთი დეპილატორი ვიყიდე ის რა ფირმა იყო ის არ იყო რაღაცა ჯღანი იყო და ეს Philips-ია ჯერ არ გამომიყენებია სახეზე არა აი აქა ის მაინტერესებს რომ ქიმიებს რომ ვიკეთებთ და ნუ ეს თერაპიას რომელსაც ვაკეთებ თუ რას ქვია ვიღებ თმებს აცვეს და დანარჩენი სახეზე ამოყავს და რანაირი პრინციპია ეს ჰორმონი ვიცი რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით და ვამბობ თმებიც აი რო ავწევ ხოლმე ქვეშ წვრილები ამოდის ეს ისე ახლა გამახსენდა და სიტყვას მოვაყოლე ეხლა ხალხებო გახსნილი მქონდა ეს გუშინ არ გავსულართ გუშინ წინებში იმიტომ რომ ისა კაბა მეცვა განიერ სახელოიანი და იმიტომ რაში გვაინტერესებს ვიტყვით სანამ დამავიწყდება ხო არ მოვედი იმიტომ რომ ჩემმა ქმარმა სიმღერა არ დაუდია სიმღერა ჩემით მოვედი იმიტომ რომ დამცინი ხართ რომ ინოჩენტე რომ სიმღერას დადებს მე მოდიხარ შენო მართალია განატყუილს დამცინი ხართ რომ მართავს ხო და ეხლა დილას ადრე ავდექით რატო მე კი დიდად ადრე არ ავდექი ინოჩენტე წამოხტარა და ასო ან თუ ეძინა ისიც მიკვირს იმიტომ რომ მატრასი რა არის ლეიბი მაგრამ აი მატრას ხო ვეძახით ხო მატრასი გქონდა გადასაგდები სტუმრის ოთახი რო ქვია და იქ საწოლნახევრიანი დგა იმ საწოლნახევრიანის მატრასი იყო გაფუჭებული ანუ უკვე დაძველდა რავი რამდენი წლისაა რაც მე აქ ვარ რამდენი წელია 11 ხო არის და იმის წინაც რა ვიცი სად იყო არ ვიცი მოკლედ ხო და უნდა გადავაგდო თქო და გადაგდებაზე არის პრობლემა იმიტომ რომ ჩვენ მანქანაში ვერ შევა უნდა იპოვო მანქანა ვისაყავს იმხელა მანქანა და თუ არა და ნაგვის გადამყრელ პუნქტში მისვლით არაო უნდა დარეკო ცენტრალზე და ისინი დაგითქვავენ დროს როდის მოეწევი რო რა დროს უნდა ჩაიტანო და დადო რომ მოვლენ და წაიღებენ. ხო და ამ უბედურებაში და ჩემთან რო გოგო მოდის დალაგებაში ვინც მეხმარება, ხო შაბათს რო აქ იყო მეოთხარი მაგის ქმარი მუშაობს იქა ნაგვის მანქანაზე რა ნაგვის საყრელზე. ხო და მეოთხარი აბა ერთი დაურეკე შენ ქმარს ეს როგორ ახდება მეთქი როგორა ჯობია რომ გავაკეთოთ მე მეგონა რომ მივალი იქ და ვიღაცას მოველაპარაკე დაურეკა იმან უთხრა ვაიმე არა მაგასო ხათაბალაო ისა იქ უნდა დარეკოსო იქ უნდა შეუთანხმონო და რამხელაო ამან უთხრა რომ საწოლნახევრიანი კაი უთხრა ორშაბათს დილითო მე მოვალო ჩემი ფურგონი მაქო ანუ ჩვენთან რომ მარშრუტკებს ეძახიან ისეთი ქონია ხო და მე წავიღებო და მე თვითონ გადავაგდებ ნუ მივიტანო რა
ვაიმე ისეთი სიკეთე გაგვიკეთა ამ ბიჭმა რომ რა გითხრათ და წუხელ გამოვათრიეთ ეს მატრას დავდეთ აქა მივაყუდეთ ინოჩენტეს რა დაასვენეთ და დილას წამოხტა რომელზე რა ვიცი მე ვარ იყო და ჩახრიგინა და ქვემოთ ელოდებოდა არა და იმ ბიჭმა გითხრა რომ არა წიოთო მე მოვალო და მოგეხმარებითო ხო და მოკლედ და კონკრეტულად მაგიტო ავდექით და გადავაგდეთ ეგ ისა ინოჩენტემ აჩუქა ფული არა ის ბიჭი ეუბნებოდა ისაო ჩვენ ცოლები არ მინდა მე ცოლებიო ინოჩენტემ უთხრა მაგათ თავისი იცია ჩვენიო და ისა არა მაგი ფულის გულისთვის არ უქნია იმ ბიჭს საერთოდ არც აფიქრობდა ინოჩენტემ ისე აჩუქა ხო და მოკლედ მოვიშვერეთ თავიდან ეხლა მაგიტო გეუბნებით ადრე ავდექი მერე ბარემ ამდგარი ვიყავით და ისა გავედით საყიდლები ვიყიდეთ მე და ინოჩენტ ერთად ვივაჭრეთ მერე შემოვედით მე კიდე ერთხელ გავედი აქ იმაში ჰაერის გამწმენდი და ცელოფანის პარკები და რაღაც მსუბუქი რაღაცები ვიყიდე და მერე ინოჩენტე წავიდა თავის ბარში და მე წავედი ჩემ ბარში დავლი ორმა გიყავა ესე მაგ თვალები ამოვარდნილი ვერავხიზლდებოდი მჭირდებოდა მერე წავედი აფთიაქში ხო და აფთიაქში ვიყიდე ხალხო ეხლა რა უნდა გთხოვოთ გასაგებია რომ არ უყურებს ხოლმე ყველა და ზოგი ახლოს ნეტა არ გადაახვიოთ ამ ადგილას ესა თუ ვინმე ვინცა ხართ გაიკეთეთ მუხლზე პროთეზის ოპერაცია ნუ გამოვლილი გაქვთ უკვე და გამოცდილი ხართ ერთი მითხარით რა ფიზიოთერაპიაზე აღარ დავდივარ აღარ მაქვს ნერვები ხალხო ვეღარ ვუძლებდით ტკივილებს გეფიცებით აი არაფერი აღარ მინდოდა იმედენად დაუნევროსდი იმედენად არ ვიცი როგორ გითხრათ გავიკეთე 5 კვირა ვიარე რა 5 კვირა ჩავათავე მაგრამ შეგიძლია ეგა თუ ფულები გააქვს და მე ფასიანზე დავდიოდი შეგიძლია თუ გინდა 3 თვე იარო არ არის პრობლემა არც გაგიფუჭებს საქმეს არც მაგრამ იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის რომ აი უკვე აღარ შემეძლო ხო და თუ ვინმე ხართ მეთქი და გამოვლილი გაქვთ ეს ამბები და ისა ერთი მითხარით დაახლოებით რამდენ ხანში ჩემი ჯერ 2 თვე არ არის გასული ერთი ჯოხით დავდივარ ისევ ნუ გარეთ სახში შეიძლება ისედაც უჯოხოთ მაგრამ ან რამდენი ხანი გეცვათ ეს ტრომბის საწინააღმდეგო რევუტუსი ჩულკი ქვია წინდა რავი ქართულად ხო და ან რამდენ ხანში გაიარეთ ჯოხის გარეშე თუ ვინმე მიყურებთ ისეთი რომ ვინცად გაკეთებული გაქვთ ძალიან გთხოვთ რომ დამიწერეთ კომენტარებში ეხლა რაც შეეხება კომენტარებზე გამახსენდა ერთი ეწერა რომ თუ შეიძლებაო კარგად გითხარიო ისაო ხახვის ღვეზელიო სიტყვით კი გეტყვით მაგრამ მე მაგას ეხლა ვერ თუ რამის გაზიარება და ჩვენება გინდა მე ვთვლი რომ უნდა გააკეთო და უნდა აჩვენო თუ არა და სიტყვით რა ვიცი ვიტყვი არ მეზარება მაგრამ ის რომ გითხრათ რომ მე ახლა იმ ხალხს ვიყიდი გავაკეთებ და გაჩვენებ და მე არავინ არ შეჭამს იმას ჩემთან არ ვიზამ რა ვერ ვიზავ და ბოდიში რაც შეეხება მწვანე ხახვი და ცოტა გძლად ავჭერ თუ არ არის მწვანე ხახვი და სეზონი არ არის ხოლმე ხანდახან გამიკეთებია ჩვეულებრივი თავი ხახვითაც სხვანაირი გამოდის რა თქმა უნდა ჩემთვის გემრიელი არის უფრო თავი ხახვით ცოტა გძლად დავჭრი აი ესე მსხვილი ხახვები აქ მწვანე ხახვი არის მსხვილი და 4 ხათ ავჭრი და მე გძლად გავაჩერებ წყალში 1 საათი 2 საათი გამოუწვლი ერთხელ მე ჩავყრი ტაფაში და იშუშება 40 წუთი მაინც ნახევარ და გააჩნია მარილს გაუკეთებ და ძალიან ცოტა ზეც არ უნდა მაგრამ უბრალოდ უფრო არ ატკაბობს რა მე რო უკვე მოითუშება გადმოვიღებ ხოლმე დურშლაგზე საწურზე მაკარონის გასაწურზე რავი რაც აქვია დურშლაგი ქვია და სიმძიმეს ვადებ რამეს პატარა ლამბაქი და რამე წყლიანი ქილა დავტოვებ საათები რომ ყველაფერი წვენი გაუშვას იმიტომ რომ თუ დარჩა ის წვენი ძაფრი გამოდის მერე და მერე გემოც გაწუხებს კუჭიც წუხდება და ნაღველიც ეგ რო გაიწურება გადმოვყრი მერე თასში მაგ ხავს და ჩავაჭრი ხოლმე ზეთის ხილს წვანეს გინდა შავს რავი რაც გინდათ
და გავუკეთებ გააჩნია მე ვაკეთებ ხოლმე დაახლოებით 1 კილომდეც არ არის ხოლმე ხახვი ანუ წვანი მაგრამ მე ნახევარი იყრება რა რჩება ნახევარი კილოც არა მაგას 2 თინუსის კონსერვი პატარები რო იყიდება 80 გრამიანია თუ 90-იანი 80-იანი 2 ცალ თინუსის კონსერვს გავუკეთებ ხოლმე ზეთს გადაუღრი და ისე მარტო თევს და მეტი არაფერი ხახს მანამდე მარილი აქვს ცოტა გაწყობილი ოდნავ იმიტომ რომ მე თევზი მლაშია არ უნდა არც ყველი არც მოცარელა არაფერი მარტო უნდა ეგ თუ მაინდა-მაინც ვინმე უყვარს აქ ახართ და სიყვარული გაქვთ რამდენიმე კაპერი შეიძლება გაუკეთოთ თუ გინდათ თუ არა და არც რა წვანე ზეთის ხილი თუ ცოტა წიწაკიანი იქნება ხო ძალიან უხდება ეგ არ მეტი არაფერი ზეთის ხილი დაახლოებით 7-8 წლის ტოლას ესე ვჭრი ხოლმე და უკეთებ კურკების გარეშე კურკებს არ ვაყოლებ რა თქმა უნდა რომ კბილი არ მოიტეხო მე ერთი ფენას დავაფენ უკვე იმაში ყალიბში ჩავაფენ მე ფხვიერ ცომს ვაკეთებ ჩვეულებრივი ფხვიერი ცომი აქ რო იყიდება პასტა ბრიზე მაგას ჩავაფენ ყალიბში დავაფენ არა ვჩხლეტავ ქვემოდან ვაფენ გულს ვანაწილებ მე მეორე ფენას დავაფენ გადავჭრი რაც ზედმეტია მოვაცილებ ესე ცოტა იმა ნაცნავს უკეთებ ნაპირებში და ვჩხლეტავ ზემოდან არ უსვავ არც კვერცხს თუ გინდათ წაუსვით კვერცხი თუ გინდათ რძე გადაუსვით თუ გინდათ არაფერს არ უკეთებ გადასარევად იბრაწება და ღუმელში შევდგავ და რა ვიცხება რა ცომი რო გამოცხება გული ის არის მზად არის ხო და ეგ მინდოდა მეორე კომენტარი იყო რომ ვერა პოულობ თუ როგორი პოვის წაშლილი მაქვს ყველა ვიდეოები ვაშლის ნამცხვარს რო აცხობდიო ვაშლის ნამცხვარი რო გითხარიო ტაფაზეც რო ცხებაო მაგასაც ვერ გავაკეთებ ახლა იმიტომ რომ არც ვაშლი არ მაქვს და არ ვინ შეჭამს არავინ ვაშლის ნამცხვარი კიდე გააკეთეთ ბლინის ცომი გინდა რძით, გინდა იოგურტით, გინდა კეფირით, გინდა მაწვნით, გინდა რითიც გინდა ცოტა სქელი და ოღონდ ზეთი გაუკეთეთ დაახლოებით 100 გრამი ზეთი 100 მილიგრამი არ ვიცი როგორი ზომება ზეთი და ქვილი იმდენი რომ აი სქელი ცომი არაჟნის თხელი არა აი კაი სქელი ცომი იყოს როგორც ალადებზე რო აკეთებთ ბლინი არ უნდა თქვა ალადების ცომი რო იყოს ესეთი 1-2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა რავი რაც არის ძე, ამაწონია, იოგურტია, რაც გინდათ. გააჩნია რამ ხელა უნდა გამოაცხოთ. და ეს ცომში ჩაყარეთ დაჭრილი ვაშლი ამ 2 კვერცხიას 2 ვაშლი თავზე ასდის მოკლედ რა. 2-3 თუ გაუკეთებთ, ვაშლი იქნება. ოღონდ ვაშლი აი კარგა მსხვილად დაჭრილი, წვრილად არა. სხვილად კარგა მომსხო ნაჭრეებად დაჭრილი ვაშლი და კარგად ამოურიეთ და ჩაასხით მერე გინდა ღუმელში შეაგდეთ, გინდა ტაფაზე ცხება ჩვეულებრივ, ტაფაზე გაცხელებულზე ცივზე არა, გაცხელებულ ტაფაზე, თუ გინდა რაც თქვენ ტაფას გააჩნიათ უზეთი მოუსვით, ჩაასხით ეგ და დაახურეთ თავსახური. ფრთხილად იყავით რომ იმ კონდენსატს რო გაიკეთებს ის წყლის წვეთები არ ჩაიქცეთ დრო და დრო გადახადეთ და მოწმინდეთ ხოლმე თავსახური და რო უკვე მოიბრაწება ქვემოთ პირი მოუშრება გადააბრუნებთ და მეორე მხრიდან გამოაცხობთ და ეგ არის გამოდის მასე მე როცა ყოფილა შემთხვევა რომ არა მაქვს ღუმელი ისეთ ადგილას ვარ დამიკეთებია ტაფაში ეგრე ეგ სიტყვიერად გითხარით მეტი არაფერი არ შემიძლია იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ვთვლი რომ თუ გინდა რომ ადამიანს რამე გაუზიარო და რამე უნდა გააკეთო და ისე უნდა აუხსნა და ასწავლო. ცუდი სიტყვა არ არის ასწავლო, კარგია. ნუ რავინ შეურაცხყოფას ნუ მიიღებ. ხო და ეხლა არ შემიძლია არაფრის კეთება ნამდვილად და მე მაპატიეთ და სიტყვიერად კიდე ეწერა და გიპასუხეთ. ეგ არის და ეგა. ეხლა ხო და წავედი აფთიაქში. მოცლით ხო ვიყავი, სადილი მაქვს გასაკეთებელი ოღონდ არის ფიქრობ რომ უსაქმურად ვარ არა. ხო და რა უნდა თქვა იცით? ეხლა საიდან თავში რამდენი მომია.
აი ეს ჩემი მეგობრები YouTube-ის მეგობრები ვინც ამყავს. ნუ თავი დავალებოთ ნათესავი მეგობრები აი ეს YouTube-ის მეგობრები ვინც ამყევხართ. რამხელა მოთმინება აქვთ ჩემთან. მომწერენ 1-2 დღის მერე ვპასუხობ. ხან დავინახავ რომ არის მესიჯი და უი ვიტყვი ეს უნდა მავიწყდება. ან ნერვი არ მაქვს და ვიფიქრებ ეხლა ვერ უპასუხებ და მერე გავხსნი და მერე დამავიწყდება მაინც. და რამხელა მოთმინება გაქვთ თქვენ ჩემს მეგობრებს ხალხო ესენი ნინო ფიქრია ლელა ნათია ვეროს მაშინ ვპასუხობ ახალგაზრდა გოგოა და ახალგაზრდებს მოფერება ჭირდებათ იცოდეთ თქვენ იმიტომ რომ ფიცხები არიან ხო და ვინც ეს ჩემი მეგობრები YouTube-ის მეგობრები მყევხართ ხო დიდი მადლობა თქვენ იმიტომ რომ მიგებთ მithმენთ არ მიბრაზდებით და ჩემთან ახართ. დიდი მადლობა თქვენ. აი, ოღონდ მართლა. ეხლა ხანდახან რო გავხსნი მესენჯერი, არ მიყვარს მესენჯერის გახსნა, არ ვიცი რა დამემართა ხალხო, შემძულდა თუ რა მომივიდა, არ ვიცი და მეზარება თუ ვერ ავხსნი, ჩემ თავშიც ვერ ავხსნი და რო დავხედავ და ეს რომელიც არ წამიკითხია, ისინი მუქად არის ხო და ვაიმე დავხედავ და ეს არ გამიხსნია, ვაიმე რა სიცხვილია, მერე ვიფიქრებ ხოლმე, მაგრამ მეტი გზა არ არის. ესეთი გავხდი ხალხო და მე ვაპატიეთ კიდე ერთხელ. ხო და ეხლა სიყვარული რა არისო? ეხლა საიდან მომიტივდება ხოლმე? მორჩი ერთი თემა მეორეზე გადავდიო. ხო და სიყვარულიო რა არისო და აიო ყურადღებაო, აიო პატივისცემაო, აიო საჩუქრებიო, აიო სითბოო, აიო მოფერებაო, აიო სექსიო, აიო ესაო. არაო უთხრეს. არ არის ეგ ყველაფერი სიყვარულიო. ეგ ყველაფერი შეიძლება იყოს ინტერესით გამოწვეული, სიმპათია, ნუ რაღაცა ისეთი, მაგრამ სიყვარულიო არის პირველ რიგში, ეგ ყველაფერიც არის, რა თქმა უნდა, სიყვარულის ყველაფერი, არაფერი ზედმეტი არ არის სიყვარულისთვის. ნებისმიერი სითბოს გამოხატულება, ნებისმიერი ყურადღება, ნებისმიერი საჩუქარი, ყველაფერი კარგია და ყველაფერი უხდება სიყვარულს და შეეფერება. მაგრამ პირველ რიგში სიყვარული არის ისო რომ ადამიანი ისეთი მიიღო როგორიც არის და არ დაიწყო მისი გადაკეთება. მაგას თლათ არ ვეთანხმები, მაგრამ გადაკეთება შეიძლება მცირე კორექტივები შეიტანო ადამიანმა, მაგრამ ის რომ თუ არ გემორჩილება მოპირდაპირე ქალია კაცია შენი პარტნიორი და ისეთია როგორიც არის და ისეთი უნდა როგორიც იყოს ან ვერა თავისი ძლიერია ის ამბავი და ეგეთი დაიბადა და რა ქარს ხო მაშინ თუ გიყვარს უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის თუ ვერ შეძელი გადაკეთება ამიტომ სიყვარულიო ახლა ეგეც არის ხო და მე ეხლა რაზე მოვაბიე გამბავი მე თუ გიყვარვარ და ესეთი მიმიღეთ როგორიც ვარ საჩემო ჩევაბრუნე საჩემო ვაბრუნე ახლა ეგ ამბავი. აჰა, მე უაზროდ კი არ მithქვია, აზრიანად თავთქვი. ხალხო, კურტკას, ქურთუქს რატო არ ვიხდიცი? გრილა. და თხელი კაპა მაცვია და რაღაცნაირად ავგრძნობ რომ მჭირდება სითბო და ეხლა რო ავდგე, ჟაკეტი ვიპოვო, რა, ხალათი, ხულათი, ისევ ტყავით ვიჯდე, ტყავია თუ რავი რაც არის, ქურთუკით ვიჯდები. ხო და ძალანდოდან ერთი კაპა გამოვიწერე. უცებ ჩემი კომპიუტერი ხო ნახევრად აფრეს, ნახევრად კი აღარ არის, ნახევრად მოკვდა, ნახევრად რა ვიცი როგორ არის. ხო და ხანდახან ჭკვაზია, ხანდახან და რაღაცნაირად რა ვიცი შევედი გადავხედე, ეხლა არა ორი კვირის წინ. რავი რომ წინა კვირას მოვიდა. ხო და მოვიდა კაბა. აი ფირმა როგორ გითხრათ ეხლა ბრენდები რო არის ხოლმე, არა, ხანდახან ხო არის მაღალი დიდი ცნობილი ბრენდების 60 არის ხოლმე 60%-იანი ფასდაკლება და 70-იანი და ხო და მაგას რო გავარტყავ ხოლმე მიხარია მე, ხო და არისო დიდი რამე ისა Live London, რა ვიცი რა ქვია, Unlimited London რაღაცა ფირმა, რომელიც საკმაოდ ძვირია ხოლმე. კაბა საზაფხულო უსახელოა, მაგრამ არა უშავრა, ვიკლებთ ნელა-ნელა წონაში და იქნება
არა, არ ვენაღლება კარგია. და ისა წითელიც არ არის, წითელ აგურის ფერსტაფილს. მოკლედ კარგი კაბა რა. თუ ცოცხალი ვიქენი და ისე YouTube-ზე გამოჩნდი ხოლმე ზაფხულში ნახავთ. ხო და ეგ კაბა გამოიწერე და მოვიდა. ეხლა გუშინ დავჭი კინოჩენტე მითხრა ნანა ქუდები რო გამოწერეო, შალის ქუდებიო ზამთრისა. კარგად მომეწონაო და ის იყო კომპლექტია სამწი. ხო და იქნება კიდე იყოსო და მიდიო გამოწერო. ახლა გამოწერე ეგა და ჩემთვის კიდე რამეები მოვაყოლე. უნდა მოვიდეს. ეხლა 4 შაბათიდან პარასკევამდე მგონი, აი ხალხალზე ეთებში. ეგ ახალი ამბავი. ხო, ეგეც მორჩი. ეგეც ისე წამომაბნელდება, რაც წამომაბნელდება იმას ვიტყვი. ესა არ ვიცი, სიბენ ქვია, სიბენ, არ ვიცი თუ ვინმე მოგიხმარიათ და გამოგიყენებიათ ინტეგრატორი ალიმენტარი, რა ქვია მაგას? ინტეგრატორია, საკვები დანამატი. მედიცინა არ არის, ანუ რაღაცა იმისიო ანანასის ღერიო და რა ვიცი რითია, მოკლედ რაღაც ორი ნივთიერება აქვს და კარგი არის ოპერაციის შემდგომი არტიკულაციებისთვის, რბილი ქსოვილებისთვის და ასე შემდეგ და მე დიდად არ ამჯერა, არა ვარ დიდი მომხმარებელი საკვები დანამატებისა, დიდად რო გითხრათ, არა ვარ მორწმუნე მაგეებზე. ხო და მაგრამ ეს მაინც მინდა რომ დავლიო ეხლა, იმიტომ რომ მაინც მივეხმარო რა გითხრათ, კუნთები არ არის აღდგენილი, ამ მოხში ქსოვილებში ისევ სითხეა და იქნება ყველაფერს ვცდილობ რომ მივეხმარო. მოკლედ ამის თქმა მინდოდა და გადავაგდე კიდე 20 евро. 20 евро ღირდა. 90 ცენტესი დამიკლეს, 20 და 90 ღირდა და 90 დამიქვითეს. ხო და ეგ ვიყიდე და დღეს დავიწყებ. ეგეც ახალი ამბავი გითხართ. ეხლა კიდე რა გითხრათ, აბანითი გაგახართ. მეზარება ნახევარი, რა ქვია, ნაყიდობები რაც ვიყიდეთ, ნახევარი უკვე დავაბინავე, რაც საყინულეში იყო ჩავდე და ამიტომ ვერ გაჩვენეთ რა ვიყიდე. რაც შეეხება ჩემ მდგომარეობას. ცუდი მდგომარეობა მაქვს მენტალურად, ანუ ძალიან როგორ გითხრათ ხალხო, მე არ მომწონს ეგა, არა ვარ მასეთი ადამიანი, რომ აი იცით როგორ ვარ, რომ აი რაღაცას გავიფიქრებ, მკიდია ეგა და აი ეგეც ამკიდია და ეგეც და აი მაგეთი ვხდები. მასეთი ვხდები და არ მომწონს ეგ მდგომარეობა, არ მომწონს. ყველას მიმართავ ხდები მასეთი, ინოჩენტეს მიმართაც კი. რაღაცას ვეტყვი, ადრე ერთს რო ვეტყოდი, სათავისოდ. და არ გაიგებდა ან წამიყრუებდა, ვაიმე დავიწყებდი მე და მტკიცებას და ახსნას და მეორეც ვეტყოდი, მეოთხეთ, ეხლა აღარა მაქვს ნერვები და ეხლა ვეტყვი ხოლმე ერთხელ გეუბნები და კიდე გაიგე და უკვე იცის რომ უნდა გაიგოს. კიდე გაიგე და კიდე არა ვეტყვი ხოლმე მე რაც კიდე იქნია. ხო და აი რაღაცნაირად ეთყობა იცით რა დავიღალე და დამხალა ამ პრობლემებმა არის კი რა თქმა უნდა პრობლემებს რა გამოვლებს ხალხო ფინანსური პრობლემებიც აგვაქვს ყველანაირი პრობლემები არსებობს ყოველდღიური ყველაფერი ნორმალურ ადამიანებს და ნორმალურ ოჯახში სულ არის პრობლემა ეგ ერთ დღეს არის მეორე დღეს მოგვარდება ეგერი კი მაგრამ აი ამდენი ტკივილებით დავიღალე კიდევ ამ ეს ოპერაცია აი ყოფილა საზღვარი ოპერაცია იმიტომ რომ რეაბილიტაცია არის საშინელება. ხო, აი იმაში რომ გადავედი ჰიგიენის სახლში, არ ვიცი როგორ გითხრათ, ჩემ პირდაპირ ვარი, აი სადაც სარწყავშვალებები და ყველაფერი ეგეთი იყიდებ. მან გადავედი დილას და კინოჯოხი გიჭირავსო ის ბიჭი მეუბნეო, ცოლ-ქმარი არიან და ექმარი მე. რა ვქნა მეთხარი არა მაქვს სიმყარე სიკურეცა როგორა ვთქვა, არა მაქვს ისეთი მეშინია რომ უჯოხოდ გარეთ ვიარო მეთქი და 25 წლისა ვიყავიო, მითხრა გამიკეთესო რაღაც ყესებისა და მენისკის ოპერაციაო და რეაბილიტაცია ეხლაც მახსოვსო ტირილით რო გამოვდიოდიო ფეხს რო კეცავდნენო. მეც მაგიტო აღარ დავდივარ ფეხს რო მიღუნა, აი რო არ იღუნება რაღაცა და უნდა მოღუნონ. ხო და ისა
მახსოვსო ეგაო ძალიან ცუდათო და ვაიმე მეოთხე შენ ახალგაზრდა იყავი და უნდა მოეღუნათ და მთელი ცხოვრება წინა გაქვს გასავლელი მეთქი და ეხლა მე მარტო რომ კარგად ვიარო იმაზეც თანახმავარ არც უნდა ვიცეკო არც უნდა თხილამურებზე დავდგე და არც კიდე ერავია სხვა რამე ოდა ეგრე ხოდა ასე შემოკარგებო ეგეთი ამბები მაქვს მე ხოდა არა მაქვს როგორ ვთქვა ნერვი აღარა მაქვს ნერვი აჰა ეგ როგორ ვთქვა და ეგრე უნდა ვთქვა ნერვი არა მაქვს დილას გავდივართ გარეთ და ინოჩენდეს ვორნები რაღაცა მაკლია მეთქი რა გაკლია რავი ჩაცმული ვარ შემომხედე ყველაფერი მაქცია მეთქი გაწვია რა უნდა გეკლდესო მითხრა და რა ვიცი მეუთხარი ან შეიძლება ბეჭედი მეკდეს ან საყურე მეკდეს ან სუნამო არ მივისხი რა ვიცი მეთქი რაღაცა მაკლია და მართლა სუნამო არ ამგონდა დასკვნოდა შემომხედე საყურები გიგედიაო აი როგორ კარგად გვაკლია ქალებს და გვადევს აბა როგორ მამაკაცების წე არ აქვს მაგას მნიშვნელობა საყურე გიკეთია ბეჭედი გაკლია თუ ხოდა ეხლა საათს გადავეჩვიე აი ხო მაგის თქვა მინდა იმიტომ რომ ამდენი ხანი ერთი რამდენი თვია ორი თვია პიჟამოებში რო ხარ ადამიანი და გარეთ რო გავდივარ მაშინას თქვენ რა გონიათ ეხლა ცოტა არა მიშავრა გარეთაც რო გავდივარ ან გაკურწლული რამე კაბამათვია გაკურწლული გაბურძგნული დღეს ახალი ჩავიცვი კალგოთ ისეთ იცით როგორ დავდივარ აი ეხლა რო გამოხტი იმიდან ვენახის ბოლოდან აი ეგეთი ხო და ცოტა უნდა გადავეწყო ზაფხული მოდის ადამიანს უნდა დავემსგავსო იმიტომ რომ ჯერ შენი თავისთვის და მე გარშემო ანკე ასევე გარშემო მყოფებისთვის ხო ისა რა შეეხება იმას რომ ზოგი რო გეტყვის რომ არა მოკლედ მაგ გიხდება არა გძელით მაგ გიხდება ეხლა თმებს დღეს ტერეზა მეუბნებოდა რა საშვები იზდიო რა ვიცი მეოთხე მგონი ვიზრდი იმიტომ რომ ზაფხულში მირჩევნია რომ ავიწიო მეორე მხრივ ზაფხულში მირჩევნია რომ მოკლე მქონდეს აქა და არ ვიცი რა მინდა მეც არ ვიცი და ეხლა სხვა რო გეტყვი ხო რა მაგარია ეხლა ერთი რამე უნდა ვთქვა რომ სად მოვისმინე ახლა ეგეც ჩემი ტვინით არ არის ეგა ვიღაცა ფსიქოლოგი მე ხო ჩემი და ფსიქოლოგების ამბავი ხო იცი დიდად რო არა ვარ მაგრამ ზოგი ფსიქოლოგი ძალიან მომწონს ხო და ისა თქვენ მაყურებლებს მოგმართავთ ხო უწერთ ბლოგერებს იუთუბერებს, ტიკტოკერებს, რა ვიცი 1000 ვინმეს უწერთ რომ აი იცი რა შენ რას გევხარ და უნდა გახდე შენ რა არის ესეთი სიგამხდრე რასა გევხარ ფეხები გაქვს გაღუნული მოკლედ მა შეიჭერი რატო გაქვს თავი გადაპარშული გოგოს ქიმია სიკეთებ და თმები გასწვიდა და რა საძაგლობებს არ უწერდნენ ამ გოგოს ხო და ესა ხო და რის თქვა მინდა თქვენ ვისაც ეგ სურვილი გააქვთ რომ ეხლა მე დამიწეროთ რომ რასა გევხარ ან თმები შეიჭერი ან მეორე მხარეს გადაიწია არ გაისწორი ან დაიხუე რავი რასაც გინდა რა სურვილიც მოგივათ ხო თქვენ ეხლა უკვე ადამიანმა რო შევიჭრი სიტყვაზე შევიჭრა და დამიწერო რომ უი რა კარგია შეიჭერი და გიხდება ეგ სხვა რამეა მაგრამ რო აზრზე არ ახარ მიხდება თუ არა და მოგიხდებოდა შეიჭერი მოგიხდა არასაგევხარ ლუკი შეიცვა ნუ ეგეთი ცოტა ისეთებს ვამბობ რა რო იკბინებიან თორე ეხა ის ნორმალური ისინი არა ხო და აი ეგეთი ვინც არის რომ სხვისი ყბენა რომ მოუნდება არა რომ სხვისი ტანის ამოსი არ მოწონს გონი დამცხამე სხვისი ტანის ამოსი რო არ მოეწონება და ისა რა ქვია იმას სხვისი რა ქვია გარეგნობა და ლუკი და ესა და ისა აიღეთ პასტა და ფურცელი გადით ქუჩაში დილიდანვე კარგია თუ დილითვე და ყველა გამბლელს შეეკითხეთ მოგწონ ვარ ჩემი თმები როგორია კარგია არა არ მოგწონს როგორ შევიჭრა მოკლედ ჩაიწერე მეორეს მოგწონ ვარ არა ის გეტყვის რატო უი ბოდიშით რატო იმიტომ რომ წონაში გაქვს დასაკლები ხო რამდენი დავიკლო მაპატიეთ 10 კილო კარგი დიდი მადლობა თქვენ როგორ რა კაბა დავამოკლო დავაგრძელთ კი ბატონო დავამოკლო მთელი დღე იარეთ ყველა საზე უცხო ადამიანებისა უცხო თქვენ ახლობლებს კი არა კითხოთ
უცხო ადამიანების აზრი ჩაიწერეთ, საღამოთი ჩამოაჯამეთ, აბა როგორ უნდა გააკეთოთ უცხო ადამიანები, როგორ აქ ხედავენ თქვენ. ასევე ხართ თქვენ ბლოგერებისთვის, ჩვენთვის თქვენ უცხო შენ კი ვიცნობ, მაგრამ მე ხო არ ვიცნობ და მიწერ რაღაცას, რომ მე უნდა გავითვალისწინო. მარტო მე კი არა, ეხლა სხვებზე ვლაპარაკობ, თორე მე უკვე ეგეთი რამეები აღარც მაინტერესებს, აღარც ბლოგერი ვარ მგონი, ხო და უწერ ადამიანს ესეთ რამეებს. ან სახში რაღაცა გადაადგე, ან ეს გააკეთე, ის იქით გადადგე, ეს იქით მოუხდება. შენ სახში ყველაფერი დაწესრიგებული გააქვს, ხა. ან შენ გარეგნობაში იდეალურად ახლა გოგოს უწერენ, რომ რასა გევხარო, ღორივითა გაქო თავპირიო და გოგომ გამოიტანა სურათი, ვინც ეგ დაუწერა და ორი იმხელა თავპირი აქვს. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო კიდე ძალიან კარგი ლექსა კითხულობს ბიჭი, მთელი გრძნობით ახალგაზრდა მამაკაცი და რა არის რა თავპირი გაქო და სურათია ცოლ-ქმარი არიან ორი იმხელა თავპირები. ეს ბიჭი ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო. აი ამას რა ქვია ხალხო, რა დევს ეს ჩვენში ასეთი სიავძაღლე. აი კარგი სიტყვა თქვი, არა ბოროტება, სიავძაღლე. ქვია მაგას ჩვენთან კახეთში ახმეტაში ეძახიან სიავძაღლეს. ხო, აი ეგ არის, აი უბრალოდ რომ არაფერი არავინ არ დაგიშავა, იმ ადამიანმა გამოვიდა ადამიანი და ლექსი ლამაზად სულში ჩამწვდომად გრძნობით წაიკითხა, რაღაცა კარგი გააკეთა, ვიღაცას ერთი რაღაცა წუთი გაულამაზა, ან რა ვიცი, მე ასე ამოვნა და საზიზღრობას უწერ. ეხლა მაყურებლებს თავს დაგანებებ, დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, რამდენიმე დღეა ჩემ თავს ვიჭერ ძალიან, რომ არ მოვიდე და არ ჩავწერო ვიდეო და არ გამოვლანძღო ზოგიერთი ბლოგერი. აფერისტები, ყალბები, 2 იანვარს რომ ადამიანს მწარეთ დასწყევლი და სიკვდილს რო უსურვებ და ამინებით დაუწერ ყველანაირ სისაძაგლეს და მე გამოდიხარ ყოველ ვიდეოში და ღაღადებ როგორი ღვთისმოშიში ხარ და როგორი ისახარ და თან ამავდროულად ხას უსვავ რომ სხვა არის ყალბი, ის არის ყალბი, ვინც ეკლესიაში დადის და შენ ნაღდი ხარ, იმიტომ რომ არ დადიხარ, მაგრამ სიკეთით წავსე ხარ. აი ეგეთ ადამიანს არა რომ მომცი არ ვიცი რას უსავ. ადამიანია თქვენ, ვინც ტაშს უკრავთ. რაც შეეხება იმას, რომ დედამიწის კარგად შვილს რა უნდა და შვილისთვის რა არის სასიკეთო, ეგ არ არის სწორი და ეგ არ არის მართალი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი ღუპავს თავის შვილს და ეგ განა იმიტომ რომ როცა უცოდინრობით მოსდის, როცა გონია რომ კარგს უკეთებს შვილს და შვილისთვის კარგია ის და უნდა რომ უკეთესი მისცეს ან ჯანმრთელობით ან განათლებით, მანდ არა უჭირს. ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომა და ყველაფერი. მაგრამ როდესაც კარგად იცი რა არის მავნებელი, როდესაც კარგად იცი ძალიან კარგად გათვითცნობიერებული რომ რა არ შეიძლება შენი შვილისთვის და ზუსტად იმას უკეთებ, იმიტომ რომ მაგარი ტიპი დედა ხარ და სხვები ფრთებს გისწორებენ და გეუბნებიან რა კარგი დედა ხარ, შენ რა კარგი დედა ხარ, რომ როგორი კარგი მეგობარი შვილი და შობელი შვილის მეგობარი არ არის. მეგობრები უნდა ყავდეს ყველა ადამიანს, მოზარდსაც, შვილსაც, ამასაც, იმასაც, მაგრამ შობელი 18 წლამდე მორალურად, იურიდიულად პასუხისმგებელია შვილზე. და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ როდესაც მოვდება ღამის 12 საათზე ისა ხაჭაპური გამოუცხო და ტორტი გაუჭრა და რა ვიცი მე კიდე რაღაცა ისეთი გაუკეთო, მაგას არ ნიშნავს კარგი მშობელი. არა, კარგი მშობელი ის არის, რომ უნდა იცოდე, რომ შენი შვილი უნდა აღზარდო, შენი შვილი უნდა სოციუმში იყოს. აი, კარგად თქვა, ვინა თქვა იმ აღარ მახსოვს ახლა იტალიელი ფილოსოფოსი სიაისკაცი, რამდენი ხანი არ გამოსულა. გაჩნდება ბავშვი, დავფოფინებთ ძეთ, გავასტერილებთ სახლს. ხო, ისე რომ იცოდეთ, გასტერილებაზე ალერგიების პირველი მეგობარი არის გასტერილებული გარემო.
როდესაც ყველაფერს ასტერილებთ, როდესაც ყველაფერი დეზინფექცია, ყველაფერი ეგ არის ალერგიის პირველი გარანტია. იმიტომ რომ როგორც კი პატარა რამე მცირე ბაქტერია, მცირე ბაცილა, მცირე რაღაცა მოლეკულა შეხვდება, უკვე ალერგია, იმიტომ რომ არ არის ორგანიზმის იმუნიტეტი არ აქვს. ეგ მაგას თავი დავანებოთ, ვიცი რასაც ვამბობ, ნუ რავი ნუ გამოხტებით არ იციო. რაც შეეხება იმას, რომ გაჩნდება ბავშვი აი დაფოფინებ და აი ესა და აი ეს უნდა კარგი, აი ეს ესეთი, აი ეს ესეთი, ის არ და გავუკეთოთ, ეს გავუკეთოთ. არის კამერე ზოგს ბაღშიც არ დაყავს, იმიტომ რომ რა ვიცი მე იქ მერე ბაღში ან ვინმემ დაუყვიროს, ან ვინმემ დააბულინგოს, არა არ დაყავს ბაღში. მერე გამოვა სკოლაში ამ ისაყვანი ეს სავალდებულოა და ეხლა ეგეთ ზოგმა მშობელმა თავი ჭკუაზე მოიყვანა და აღარ არის სავალდებული, იმიტომ რომ თვითონ არის გამწარებული სკოლაში დადოდა და ეხლა აღარ უნდა შვილი მაგას თავი დავანებოთ სკოლაში მივა და მიიყვანს იქ ელოდება წამოიყვანს აღარ ამთავრდება ხელჩაკიდებული დაყავს დახვირის ქუჩაზე არ გადახვიდე იქით არ გაიხედო აქეთ არ გააკეთო გავიგეთ ამ გაიზარდა მოიზარდა მერე რა ვიცი თუ ისწავლა თუ არ ისწავლა ეხლა აღარავინ აღარ ასწავლობს მე მგონი ძალიან კარგი ეს კომპიუტერები არის ბატონო და ვითომს არ ასწავლობენ შანსი არ არის არც ელექტრონულ წიგნებს არ აკითხულობს იქ არავინ ტყუილად არც ერთი მოზარდი თამაშობენ და მშობელმა იცის რომ იქ შენი შვილი დღეში 20 საათი თამაშობს და შენ კმაყოფილი ხარ რომ იქნება და ფული მოიგოს და იქნება ისე გამოვიდეს რომ აი ან მოთამაშე იქნება და მოიგებს ან აიტიშნიკი იქნება ეგ ზღაპრები დავანებოთ მაგას და არა ჯემსა სხვა რამეს ვამბობ წავა ეგ ამბავი მერე ეს მოზარდები ტელეფონში შედან კომუნიკაცია აღარ არის თავს დაფოფინებს მშობელი რომ არავინ დააბულინგოს ხახო ან დაგაბულინგებენ ან შენ დააბულინგებ აი მამაჩემი როგორ ამზრდიდა მე მამაჩემი მეუბნებოდა ჩემთან უნდა მოხვიდე ბოლო ვარიანტში როცა შენ უკვე ვეღარ გაუმკლავდი ვერაფერს მანამდე შენ უნდა გაუმკლავდე გეჩხუბნენ ეჩხუბე დაგარტყეს დაარტყი გერევა აიღე ჯოხი ქვა და ის დაარტყი რაღაცა ქენი თუ მეტი გზა აღარ არის შენზე დიდია შენზე ან გჯაბნის ოღონდ მართალი ხარ მერე მოდი ჩემთან ეხლა იტყვით ეგ რა აღზრდა და ძალიან კარგი აღზრდა იმიტომ რომ მაგ აღზრდით მე ჩემი თავის დაცვა შევძელი სულ მთელი ცხოვრება ხო და მერე დაიცა მიუბრუნდები იმბა მერე ეს მოზარდები დაფოფინებენ ეს მშობლები აი თბილი აი ცხელი აი ეს აი არი მუშაო არი საქმე არ გაცივდე არა არ მომეხმარო არაფერში იყოს ასე მე რო სწავლობდი და აბა მამაჩემი დედაჩემს ათხელდა ამის გაკეთებული სახში არაფერი არ მინდა უნდა ისწავლოს და მორჩა საქმე არ დაავალო მაგრამ მოვიდოდა ზაფხული და ზაფხულში სასწავლე არ მქონდა ყოველდღე მაწერინებდნენ მაინც მაგრამ დედაჩემ დაწერილს მომცემდა ეხლა მტრის გადაწმენდა აქედან იქიდან სერვანდიდან პიანინოდან რავი რაც აქ ქონდა წიგნების გარდა რა ქონდა მერე დაფერთხე ჯერ და დაგავე ის საფენი მერე მოყევი იატაკებს მერე თან მიმდევრობით მიწერდა თან მიმდევრობით ჯერ წერს ავიღებდი მერე უგვიდი და მეტყო და ქალო უკუღმა აკეთებ ჯერ დაგავე რომ მტვერი ისევ დაედება და ბოლოს აიღე მტვერი ხო და ასე ვისწავლე რაც ხარაცხეები ხო და ეხლა იმის თქვა მინდა რომ ბოლოს მოვა დრო ეს თქვენი შვილი მიაღწევს 18 წლის ასაკს და მე ეუბნები რომ დიდი ხარ ეხლა და წადი ცხოვრებაში გადი რანაირად გავიდეს აქამდე ყველანაირი დებილობა ჩამოუყალიბე კომუნიკაცია არ აქვს სოციუმთან არაფერი არ იცის გონებაზე გზნობაზე არ არის არაფრისა და რანაირად გავიდეს მიდი ეხლა უკვე სრულწლოვანი ხარ და გადაწყვიტე რა უნდა გადაწყვიტოს არაფრის გონზე არა პური რომ იყიდოს იმის გონებაზე არ არის გეკითხებით ეგ არის იცის მშობელმა არა არ იცის და არც ყველა მშობელი არ არის და თქვენ კიდე ვინც კომენტარებსაც წერთ და მე კარგად ვიცი სხვა საქმე არ მაქვს ყველაფერს ავკითხულობ ცოტა თავი შეიკავეთ ცოტა საღად შეხედეთ მდგომარეობას ვინ აღუყავს თავის შვილს და შვილებს
ვინ ტრათ ექცევა და ვინ არის კარგი დედა. თქვენ ნურავინო გამომიხტებით და ნურავინო დამიწერთ ნეტა შერა გაგეგება და შვილები არ აყავსო. მე არ ამყავს შვილები, მაგრამ გონება მაქვს ეგ ერთი და თქვენ ხო იცით კრიტიკოს რო უთხრა ერთმა მწერალმა კრიტიკოს უთხრა რომ შენო მეო როგორ მაკრიტიკებო რომ ერთი აბზაცის დაწერის ურარიც არ აგაქო შენო არ შეგიძლიაო წიგნი დაწერო და მე როგორ მაკრიტიკებო და კრიტიკოსმა რა უპასუხა მეო არც კვერცხის დადება არ შემიძლია მაგრამ ლაყი და კარგს ვარჩევო ხო და მეც შვილები არ ამყავს მაგრამ ძალიან კარგად ვარჩევ სად არის სწორი სად არის შეცდომა თქვენ ის კი არ იფიქროთ რომ მე ვარ აღზრდილი საუკეთესოდ არა მაგრამ მე ვარ აღზრდილი კარგად რთული და ძალიან ბევრ რამეში სწორედ შეიძლება ადრე ეს არ მესმოდა ეხლა ძალიან კარგად მესმის და მე სულ ვამბობდი რომ ჩემ მშობლებს რომლებიც დაქორწილდნენ დედაჩემი იყო 17 წლისა მამაჩემი 19-ისა რო დაქორწილდნენ მე რო გავჩნდი 2 წლის მერე გავჩნდი და დედაჩემი იყო 19-ისა მამაჩემი 21 წლისა და მე სულ ვამბობ ამ უცოდი 10 კლასი განათლება მამაჩემს გონი 10 კლასიც არ ჰქონდა არ ვიცი 8 კლასი განათლება დედაჩემს ჰქონდა 10 კლასი რა თქმა უნდა 10 იყო 11 არ ვიცი მე მგონი იმ დროს 10 იყო არ ვიცი და მამაჩემს ჰქონდა ის რაღაც რავი 8 კლასი განათლება და მე ისა თბილისში ისა რა ქვია კვების ტექნიკუმი რა ვიცი პოვარი იყო პოვარი ხო და მე სულ ვამბობდი რომ ჩემ მშობლებს რომლებსაც არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება რამდენი ჭკვიანური რამე ჩადეს ჩვენში მე და ჩემ ძმაში რამდენად სწორედ მიყავდათ ჩვენი გაზრდა აღზრდა ეხლა ის კი არ არის რომ გაუკეთო საჭმელი ეგ არაფერი არ არის მას ეხლა ღორსაც აჭმევენ რუდუნებით არ დაუგვიანებენ საკვებს იმიტომ რომ ახალწლსვლა დაკლან და ეგ არ არის კარგი მშობლობა თორე საკვები ჩვენ რო გქონდა იგეთი უნდოდა ხო და რამდენად სწორად მიყავდათ ჩვენი გონებრივი აღზრდა ანუ იმის თქვა კი რა თქმა უნდა სიმკაცრეში ვიზდებოდი ბევრი ხო არის ახლა ეს ბავშვობის ტრამვები მაგაზე ხო იცით თქვენ გადაღებული რა თქმა უნდა მეც იქიდან გამომდინარე რომ ბევრი რამე მეკრძალებოდა ესეთი წყობა იყო და ესეთი მენტალიტეტი იყო და ჩემ მშობლებსაც ეგ აზროვნება ჰქონდათ და მე რავი არ მიკვირდა ალბათ ჩემთვისაც ეგ ნორმალური იყო ეხლა აქედა რო უყურებ მაშინ დლისთვის რა თქმა უნდა მქონდა სიმკაცრე რა თქმა უნდა მე 10 კლასში ვიყავი ვეხოცებოდი ჩოლკაში შევიჭრი მეთქი არაო არ მაჭრევი აი ორიღე მე ორიღე შევიჭრი და აი სახში რომ მოვიდოდი ნებეძინკებით ვიბავდი ხო და ეგ რა თქმა უნდა მქონდა მაგრამ რო ვფიქრდები მე ძალიან მიყვარს ფიქრი და მე ანალიზი აი გაანალიზება მიყვარს ხოლმე ძალიან ყოველთვის ვეძიები რატომ იმიტომ რომ მარტო ის ფინალის მონაცემი არ მიყვარს მე მიყვარს მე მოძებნა რატო სიტყვას რაღაცა ამტკივდა და ვეძებ რატომ რამ გამოიწვია ელემენტარულს ვამბობ რა ხო და ამ ბავშვების ტრამვებზეც ხო იყო რა თქმა უნდა ვაიმე რამდენიც კი მამაჩემი იყო გიჟი მკაცრი რა ვიცი მე მამა ხო და ძალიან ბევრი რამე გუკრძალებოდა ძალიან ბევრი შეზღუდული იყო ეზოში ჩასვლა რა ვიცი მე ყველა ბევრი რამე იყო მაგრამ რო ამოვიქერქოთ და ამოვაბრუნოთ ეს ჩემი ბავშვობა ვერ ვარქმევ ტრამვებს იმიტომ რომ იმ პერიოდში იმდენი სიყვარული მქონდა გარშემო იმდენი სიყვარული ვისიც კიდე არ იყოს ბებიების პაპების ბიძიების დეიდების რა ვიცი მე სულ ყველა მამიდები ყველასი მშობლები პირველ რიგში და ის ყველაფერი რასაც მიკრძალავდნენ მამაჩემი რასაც მიკრძალავდა იმას ასაბუთებდა ანუ იმიტომ რომ მე ესე მინდა და ესე უნდა გააკეთო ეგრე არ იყო არა თუნდაც თვრალი მოსულიყო მამაჩემი ხშირად დაჯდებოდა და საათები მელაპარაკებოდა ეხლა მაშინაც მომწონდა ნორმალურად ახსნა და განმარტება იმისი რატომ არ შეიძლება რაღაცა ან რატომ უნდა გააკეთო ის რაღაცა რაც სიტყვაზე არ გიგო
ხო და ეს ყველაფერი ეხლა ამ გადმოსახედიდან არა ძალიან მადლიერი ვარ. იმიტომ რომ მე არ მომწონს და ეს არ უნდა გააკეთო, ეგ ცოტა რთული გერთვება მერე პროტესტის გრძნობა, ხო? მაგრამ როდესაც წყნარად გიხსნის და 1 საათი გიჩაჩანებს თავში, რომ იცი რა, ეს იმიტომ არა, რომ რაღაცის გამო არ არის ეს ასე და ან რაღაცას დაიზიანებ და ან რაღაცისთვის არ ვარგა და ან ეს კარგია და იმიტომ უნდა გააკეთო. მანდ უკვე ხო და იმიტომ ვამბობ, რომ ეგ ეთყობა ეგ რასაც ბავშვობის ტრამვებს ეძახიან, ხო? ჩემთან ეგ ყველაფერი ძალიან დიდმა სიყვარულმა გადაძალა, იმიტომ რომ სულ ვიყავი გძნობდი თავს დაცულად. რა თქმა უნდა, ბავშვობის ტრამვა ჩემთვის, ჩემი მოსაზრებაში ობლებს ექნებათ ძალიან, ან მშობელი, ერთ-ერთი მშობელი ნაკლულებს ექნებათ, რა თქმა უნდა. ეგ ბავშვობისა კი არა, საერთოდ ტრამვაა, ხო და ორივე მშობელი მყავდა, ახალგაზრდები, რა ვიცი მე, სიცოცხლის წავსეები, დაუზარელები, განსაკუთრებით დედაჩემი კიდე და რაღაცნაირად, რა ვიცი მე, ვერ აღვიქვა ტრამვად, მაგიტომ ალბათ, იმიტომ რომ ის ყველაფერი სიყვარულით იყო გადაწონილი. რა თქმა უნდა, მოგაგონდება ახლა როდის რა გაბღავლეს, ერთხელ წავისვი ფეხებზე წითელი მანიკური. დედა, ხუიდა მამა ჩემი და ზაფხული იყო, ზაფხული, ხო და? თორე ახლა სკოლის დროს აბარანაირად და ესა მითხრა რომ ეხლა მე მივდივარო, დღე იყო რავი შუა დღე და რო დავბრუნდები საღამოთიო, ეგ მანიკური არ დავინახო მეო. აცეტონი არა მაქვს. ვცადე იმის აფხეკა, მაკრატლით. რაღაცნაირად არ გამოდიოდა ვერ იფხიკებოდა. ხო და საღამოთი რა მოვიფიქრე? ამოვიცვი ნასკები ბატონო, ჩავიცვი ნასკები. დაბალყელიანი ნასკები და მოვიდა მამაჩემი. აღარც მამაჩემს აღარ გახსენებია მე თუ მანიკური მესვადაც უნდა წამეშორებინა. და გადავრჩი. მახსოვს ეგ ყველაფერი, მაგრამ ვერ დავარქმევ ეხლა, ან მე მაქვს ეგეთი ბუნება, რომ ცუდად არ ჩამრჩა. არ ვიცი ხალხო ეხლა, ბევრი ზოგი ალბათ ყველა ერთნაირი არა ვართ. ზოგი არის ალბათ ძალიან ფაქიზი და სუსტი ბუნების ადამიანები, ვისაც ძალიან დახსდა ასმევს, მაგრამ ჩემთვის მე რა მშველის იცით, როგორც ეხლა ვფიქრობ, მშველის ის, რომ მე კარგად დავიწყე პრიორიტეტების გარჩევა ცხოვრებაში. ანუ ის რასაც ძალიან დიდად დატვირთვა აზრი და არაფერი სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, ისეთი როგორც ან ჩოლკა და მანიკური და წენებს რო არ მასვევინებდნენ ცისფერს და ეგეთი რაღაცები, ხო? ეგ ხო არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რა ვიცი, ვთვლი რომ არაფერი არ არის ეგა, ხო? ისეთი რამე სიტყვაზე, რამე ისეთი სერიოზული რო ყოფილიყო, რომ სიტყვაზე ბავშვს უნდა სიმღერაზე სიარული, ცეკვაზე სიარული, ან რაღაცა ნიჭი აქვს და მშობელი იმას არ ანვითარებს, ეგ ძალიან ცუდი ამბავია, ეგ არის ძალიან მართლა ტრამვა და ვთვლი რომ ძალიან დიდი შეცდომა, ან ის რომ ჩვენ დროს არა გაქვს ნიჭი და მაინდა-მაინც 7 წლები მუსიკალური უნდა დაგემთავრებინა და მე კი ვიარი აღარ მახსოვს რამდენი წელი ვიოლინოზე ჩემ დეიდაშვილსაც აიგრი დაათრევდა დეიდაჩემი ერთმა დაამთავრა. ხო და ეგეც არ იყო სწორი, მაგრამ მალევე მიხვდნენ, მამაჩემი რატო ვამბობ იცი, რომ თუ დაელაპარაკებოდი, მიუხედავად იმისა, აუცილებლად აზროვნებ და აუცილებლად განიხილებოდა განხილვა რაღაცის, ხო? მე მივედი და უთხარი, როდემდე უნდა ვიარო და ვაცდინო, ვითომ ვიარო და ვაცდინო მუსიკა, ტყუილად დროს ავკარგავ, ამ საშემოდგომოების გამოყოლებაც უკვე აღარ შემიძლია და იმასაც ვეღარ ვაბარებ და მამაჩემი მიყურა. დედაჩემი წიკვინებს უნდა რომ ვიარო და მამაჩემი მიყურა და ისა არ გინდა ამ მუსიკაზე სიარული და არა მეთქი უთხარი აბა ჩვენ გვარში მუსიკოსი არავინ არ იყო და რაღა შენ გამოხვალო და გამოდი მაგედანო. ჩემზე ბედნიერი თუ ვინმე იყო. ხო და ეგრე გამოვედი მუსიკალური სკოლიდან.
მაგრამ როდესაც ვინმე საყური და უნდა მუსიკა და მშობელი კიდე ეუბნება რომ მუსიკა არა ისა დაჯე და გაკვეთილი ისწავლე, აი ეგ არ არის სწორი, აი რამდენი რამე დაფიქრება ჭირდება ხო რა ადამიანს ცხოვრებაში. მაგრამ როდესაც მშობელი შვილს შეგნებულად აღუპავს, იმიტომ რომ თვითონ კაი ტიპი გამოჩნდეს, ან იმიტომ რომ შვილთან არ იმუშაოს მხედველობაში მაქვს საუბარი, დიალოგი, ახსნა, განმარტება იმ ბავშვისთვის, ახსნა რომ რა არის კარგი და რა ცუდი, აი მაგ შემთხვევაში ის დედა, კარგი დედა არ არის და თქვენს ცოტა დაფიქრდით, თორე ვინც მაგ კომენტარებს უწერთ, თქვენზე წარმომიდგენია თქვენ როგორი დედები ხართ. წარმომიდგენია უკვე. ასე ჩემო კარგებო, ამდენი ვიქაქანე, რაც მინდოდა ვთქვი. ეხლა წავა და ესა, რა ქვია მაგას. მე ჩემი აზრები ვთქვი ხალხო. გინდა დამეთანხმეთ, გინდა ნუ დამეთანხმებით. ეგ მე არ ვამბობ რომ უიმე მე ვარ უნიკალური და მე რომ ვიტყვი და ვღაღადები ის არის მართალი და არიქა. არა, მე ჩემ აზრს ვამბობ. ჩემ აზრს, ჩემ ნაზრებს, ჩემი გადმოსახედიდან დანახულს და იმას ვამბობ და ვაფიქსირებ. ამის როგორ ვთქვა, უფლება მაქვს. პრიორიტეტი ის არის ჩემი რომ ვიდეო მაქვს, არხი მაქვს და შემიძლია ვიდეო ჩავწერო და ვთქვა, თქვენი კიდე ის არის რომ დაწეროთ და აფიქსიროთ თქვენი აზრი და შეურაცხყოფის გარეშე, იმიტომ რომ მე რაც ვისაუბრე, თქვენთვის არავისთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ისე რომ თქვენს თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ, სადაც გინდათ კომენტარებში, როგორც გინდათ, შეურაცხყოფის გარეშე. ჩემდამი, თორემ პასუხს მიიღებთ. აუცილებლად. მანას რო ეუბნებით, აი პასუხს ნუსცემ და აი ეგრე და აი მარხვა, რა შუაში? პასუხი უნდა მიიღოს ადამიანმა, განა ის რომ მაინც დედა აგინო და ან ვიღაცები წყევლო. არა, მაგრამ პასუხი უნდა გასცი ადამიანს. თუ არა და იფიქრებს რომ შტერი ხარ, იფიქრებს რომ მართალია, იფიქრებს 1000 რამეს იფიქრებს შტერი ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, თქვენი აზრის დაფიქსირების უფლებაც აგაქვთ, საშუალებაც აგაქვთ კომენტარებში და ყველაფერი, მაგრამ შეურაცხყოფის გარეშე. ის რომ შენ მე მიწოდო რომ შენ შტერი ხარ და არაფერი არ გესმის, არ გინდათ ეგეთი რამე, არა ვარ და მაინც არ მივიღებ მაგას და არაფრად არ მომხვდება, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ. რაშიც არა ვარ მართალი, შეგიძლიათ მე დამიწეროთ და დამისაბუთოთ რომ არა ვარ მართალი. მაგას რა უნდა? მაგრამ ის რომ არ მოგეწონა ჩემი ნათქვამი, არ მეთანხმები და უბრალოდ უნდა მაგინო. არა, მაგრი არ არის. მაგრი არ მოქმედებს ეს ამბავი. როდესაც არ მეთანხმები. მე არა, ნებისმიერ ადამიანს, როდესაც არ ეთანხმები. მაშინ შენი აზრი უნდა გამოთქვა და არგუმენტებიც უნდა მიაყოლო. ლოგიკა ასეთია და ძალიან მარტივია. ასე რომ წავედი ახლა მე კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ კარგ დღეს გისურვებთ, მომიარეს და მოვედი. არა, ვერ მოვა ხოლმე ალბათ ხშირად. ნინო კი მეუბნება რომ მოდი ხოლმე და ყოველ დღე ჩაწერე ვიდეოები და გამოიმუშავე YouTube-ზე, არა მაქვს ნერვი ხალხო, არა. ჯერჯერობით არა მაქვს და ვნახოთ რა ვიცი. აღდგომას ღმერთო კაიყურით გვისმინე და ძალიან გვინდა გასვლა, იმიტომ რომ გვჭირდება დასვენება. ეხლა არ მითხრათ რამ დაგხალაო, დაგხალა ხალხო, დაგხალა. მუშაობა არ არის მარტო დაღლა, სტრესი, ძალიან დიდი სტრესი გადავიტანეთ, ძალიან დიდი ყველაფერი და ასაკიანი ხალხი ვართ უკვე. ასაკიანები ვართ ხალხებო, პატარა გოგო ბიჭები აღარ, მე კი ვარ ახალგაზრდა, მაგრამ ჩემი ქმარი ხომრობ, ჩემი ქმარი ბევრ ახალგაზრდა ეს ინგას ნაჩუქარი შარფია და არ ველევი. წავედი, კოცნით ყველას აბახი და აბახო ხალხებო.